იყო და არა იყო რა. იყო ერთი მონადირე, რომელიც ხშირად დადიოდა ტყეში, ღრეში, თაში, კლდეებში და ძალიან ბევრს ნადირობდა. რაც მოხდებოდა თოფის სამიზნეში, ყველაფერს კლავდა. კურდღელი იქნებოდა, დათვი იქნებოდა, შველი იქნებოდა, ცაში არწივი იქნებოდა, საშინლად დაუნდობელი იყო. სამაგიეროდ სახლში დახუნძულული მიდიოდა მოკლული ნანადირებით და ოჯახშიც ყველა კმაყოფილი იყო. სოფელში ხმა იყო გავარდნილი, მისნაირი მონადირე 100 წელიწადში ერთხელ იბადებაო. ტყე იყო უშველებელი, უღრანი, ლამაზი, ვინ არ ცხოვრობდა შიგნით. ყველანაირი ცხოველი, ყველანაირი ფრინველი, მდინარეში თევზი უამრავი და ტყე ცოცხლობდა და ცხოვრობდა სავსე ცხოვრებით. და როგორც ყველა ტყეს, მასაც ჰყავდა ტყის სული, სახელად დალი. დალი ხშირად არ ჩანდა ხოლმე, უხილავი იყო. ვერც ერთი მონადირე მას ვერ ხედავდა. უბრალოდ ცხოველები გრძნობდნენ ხოლმე, რომ მათი მფარველია და რამე ცუდი თუ ხდება, აუცილებლად დალი მათ გადაარჩენდა. დღის დალი განთქმული იყო, ყველა მასზე ლაპარაკობდა, მონადირეებს ცოტა არ იყოს მისი ეშინოდათ, მაგრამ ბოლო-ბოლო ეგონათ, რომ ეს ზღაპარია. ეს არის რაღაცა მითი, რაღაცა ლეგენდა, რომ მონადირეები შეაშინონ. და ბევრი ცხოველი არ მოკლან. ეს მონადირე, რომელზეც მე მოგახსენებთ, უშიშარი იყო და სულაც არ სჯეროდა ამ ტყის სულის. ერთხელაც წავიდა ტყეში და დაიწყო ნადირობა. დალი ერთ დიდ გამხმარი ხის უკან იდგა და მონადირეს აკვირდებოდა. მონადირემ დაუმიზნა დათვს, რომელსაც 4 ბელი მოჰყვებოდა. დაუმიზნა და უცებ მიზანში რომ დამოეღო, რაღაცა ბურუსი გაჩნდა წინ. თითქოს ვეღარ უმიზნებდა, თითქოს ვერ ხედავდა ეს დათვი იყო, ხე იყო, კუნძი იყო და გაჩერდა. გაჩერდა, დალი კიდე ხის იქიდან აკვირდებოდა. იმიტომ რომ ამ მონადირემ სულ რამოდენიმე ხნის წინ ერთი დათვი მოკლა, დედა დათვი, რომელსაც ბელები დარჩა მშიერ მწყურვალი. ერთი თვის წინ კიდე ირემი მოკლა, რომელსაც 2 შველი მოსდევდა. და ასე დედის გარეშე დატოვა უამრავი ცხოველი. დალი უყურებდა მონადირეს და ცოტა არ იყო მოეწონა, მაგრამ ვერანაირად ვერ აპატიებდა აი ასეთ ცივსისხლიან მკვლელობებს. იფიქრა, მე ამ მონადირეს არაფერს არ დაუშავებ, მაგრამ ჭკუა უნდა ვასწავლო, უნდა შევაშინო, რომ მერე მოვიდეს ჩემთან და როგორც ტყის დედოფალს, ტყის სულს ბოდიში მომიხადოსო. მართლაც მონადირე ცოტა არ იყოს დარეტიან და იმ დღეს ვერ ინადირა, აი ამ გამხმარ ხეს მიაწვა და ჩაეძინა. თოფი გვერდზე ქონდა, აი ასე მიყუდებული. შემდეგ უცებ გონს მოვიდა, უკვე გარიჟრაჟი იყო და
გაიქცა სახლისკენ. სახლისკენაც რომ მირბოდა ეს გზა, სულ ებნეოდა, სულ თვალებში ელანდებოდა. სახლს კიდე რომ მიუახლოვდა, თავისი შვილის განწირული კივილი მოესმა. მამა, დედას რაღაცა დაემართა, მიშველე, მამა, დედას რაღაცა დაემართა. მონადირე მივარდა და ხედავს მისი ცოლი უგონოდ გდია. შვილი კიდე გახკივის, მამა მიშველე, დედა მე მგონი ცუდად არის, არ მოკვდეს, გეხვეწები, არ მოკვდეს. ვისთვის დაეძახა საშველად, სოფელი შორს იყო, ისინი მოშორებით ცხოვრობდნენ ძალიან და მიხვდა, რომ დღეს რაღაცა უცნაური დღე იყო. თითქოს რაღაცა ბინდი ქონდა თვალებზე, თითქოს ვიღაცა უთვალთვალებდა, თითქოს ვიღაცა უყურებდა და გახსენდა ის ამბავი, რომ ტყეში სული არსებობს და ის მონადირემ არ უნდა გააბრაზოსო. დატოვა თოფის სახლში და გაექანა ტყისკენ, მირბის, დაღლილია, პირი გაუშრა, მივარდა იმ ხესთან, რომელთანაც ჩაეძინა და იძახის. ტყის სულო გეხვეწები, აი ეხლა მიშველე და თოფს ხელში აღარ ავიღებ, არასოდეს აღარ ავიღებო. ამ დროს ტყის დალი გამოვიდა მედიდურად და ეუბნება. ხომ მიხვდი დედის სიკვდილი შვილისთვის რაც არისო. ხო და გაფრთხილებ, აღარასოდეს არც ერთ პატარა ცხოველს დედა აღარ მოუკლაო, თორემ ჩემთან გექნება საქმეო. ერთხელაც იქნება და მოგაჯადოვებ და ისეთ ცხოველად გადაგაქცევ, რომ ყველამ შენზე ინადიროსო. მონადირემ უთხრა გეფიცები, ეს იქნება ჩემი ბოლო ნადირობაო. ოღონდ ეხლა გააკეთე ისე, რომ ჩემი შვილი ესე განწირულად აღარ კიოდესო, აღარ ეშინოდეს, რომ დედას დაკარგავს და მხოლოდ ახლა ვიგრძენი თუ რა არის შვილისთვის დედის სიკვდილიო. დალის ძალიან მოეწონა ეს ამბავი და უთხრა, წადი, აი ახლა გაგიშვებ, ოღონდ მეორეჯერ აღარ დაგინახო აქო. შენი ფეხი აღარ დავინახო აქო. თორე იცოდე, შავ დღეს დაგაყენებო. მონადირემ პირობა მისცა, მაგრამ მიხვდა, რომ დალი არ იტყუებოდა. საშიში ქალი იყო. გაიქცა სახლში, მივიდა და შვილი უკვე დაწყნარებული იყო. იცი რა, დედა უკეთარი, მამიკო, დედა უკეთარი და ძალიან გთხოვ, აღარ დაგვტოვო ესე დიდხანსო. იყავი ჩვენთან და სანადიროდ აღარასოდეს აღარ წახვიდეო. გულმა მითხრა, რომ აი მამა ნადირობისას რომ მიდის, მაშინ ხდება დედა ცუდათო. იმის მერე მონადირეს თოფი ხელში აღარ აუღია. ცოლის გამოჯამრთელების შემდეგ მონადირემ გადაწყვიტა, რომ რამენაირად მადლობა გადაეხადა ტყის სულისთვის. მივიდა იმ ხესთან, იმ გამხმარ უშველებელ ხესთან, იცოდა, რომ სადღაც ახლო-მახლო იქნებოდა ეს ქალი და ნამდვილად უყურებდა მას. მოკლავდა თუ არა კიდე ცხოველს, მაგრამ თოფი არ ქონდა წაღებული. სამაგიეროდ უცნაური, ულამაზესი, უძვირფასესი სამკაული ეკიდა ამ ხეზე. უცებ ესმის ხმა, მონადირე, ვიცი რომ გადაიფიქრე ნადირობა. აი შენ ჩემგან ეს ძალიან ძვირფასი საყურე. წაიღე, გაყიდე და არ გაგიჭირდება. სულ შეძლებულად იცხოვრებთ და ცხოველების მოკლა აღარ დაგჭირდებაო. მონადირემ აიღო ეს ულამაზესი სამკაული. წაიღო სახლში და მართლაც
ძალიან ბედნიერად და შეძლებულად გააგრძელეს ცხოვრება. მის მერე არასოდეს თოფი არ აუღია ხელში. არასოდეს არ უნადირია და არც ერთი ცხოველისთვის დედა არ მოუკლავს.